მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გამარჯობა. გავიღვიძეთ, გავიზმორეთ, განკლავი, დემკლავი, ჩავიკუდეთ. ამდექნე მომწონს დღეს ესეთი დაწყება გვაქვს დღის. ვაიმე, გაგეცინებათ ახლა. მე ვარჯიშს სულ ვაპირებ, რომ ვაკის პარკში დავიწყოს სირბილი არა სიარული მაინც. ყველანაირად ვემზადები ხოლმე ამისთვის, მაგრამ დავიწყე რა, არ დამცინოთ ოღონდ. სანამ ავდგები საწოლში, იმიტომ რომ მითხრეს რომ ეს არის აუცილებელი, რომ ლოგინშივე გაამზადო შენი სხეული იმისთვის, რომ მე რას გულიგები და გოგონებო. დილი და საწოლში ესე ფეხებს ესე შვები, მე ესეთი ეს ძალიან მაგარი ყოფილა ბაემ. ძალიან მაგარი ყოფილა, დამამშვიდეთ რო ცუცა მეთვლება ვარჯიშში. და მე ცოტა კიდე უნდა გააფარხალო მთელი სხეული ესე ვთქვათ, ვიბრაცია უნდა ვიფარხალებ. ჯერჯერობით აი უკვე ეს ყოფილა ხერხემლისთვის აუცილებელი, აი ეს მენჯებისთვის და ამით თავდება ჩემი ვარჯიში. იმედია ეს გაგრძელდება და საწოლიდან ადგომის შემდეგაც ცოტა მიემატება და ასე შემდეგ რაც იქნება ჩემს პერსპექტივაში, იმას დღეს ვნახავ. ეს ვნახავ და მე მინდა რომ მე დავდივარ სავარჯიშოდ, მუდამ ვარჯიშობ, ციკაც ვიცი რომ სულ ვარჯიშობს, კვანძას შესახებ არაფერი არ მსმენია. და მე ძალიან მინდოდა რომ დღეს გვერდში, იმიტომ რომ დღეს მოვა ჩვენთან მწვრთნელი, რომელიც იმ დარბაზში არის, სადაც მე ვარ ხოლმე და ესე გამივლის, რა ტყილა იქნება მხელებს, ესე მეუბნება და რომელიც რომ მოусმინო. ეს ბიჭი თვითონაც ვარჯიშობს ამ დარბაზში თუ რა ვარჯიშებია რომ უკვე აღარ ვიცი რა ვარჯიში ჭირდება მას თვითონ, მაგრამ იმდენ საუბრობს კვებაზე, მე როგორც მივხვდი კვება არის უმპირველესი და უმნიშვნელოვანესი. მე მგონი უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ვარჯიში, იმიტომ რომ გაიგო რომ მე რა ხელებს არ უნდა ვაქნიო, თუ სწორად არ ვიკვებ და მას აზრი არ ქონია. სითხე, ეხლა ვარჯიშის დროს ორი სიტყვა ამაზეც გვითხრას და მე გვავარჯიშოს. ერთი როგორ უნდა ხელი მე შემოგიტანა ვარჯიშის წინ. მოვემზადოთ, ხო, რა კარგია. უხმოთ ჩვენ სტუმარს, ოთო გვარაძეა დღეს ჩვენი სტუმარი ოთო. მოგესალმები. აი შეხედე რა. მოდი დაიჭირე. მაგრამ შენ ეს არ გჭირდება ახლა შევთანხმდეთ ამაზე. იგივე გოგოს შესაძლებლობა მის ზომებში რა თქმა უნდა არ შეიძლება. რატო იქნებს ქრისტე ყუილა ხელებს? შეგიძლია მითხრა, მგონი რომ ყველა გაქნეული ხელი რაღაცას ტოვებს ხეულზე. საერთოდ არ ჭამს და მაგიტომ იქნებს ყუილა ხელებს. და აი ორი სიტყვით გვითხრა. პირის მიმართულებით აკეთებს ეს კვება და რა აუცილებელია დღეში 7 ჯერ მივირთვა. ანუ მეც დავიწყებ რომ გამხდარი ყოფნა არნიშნავს კარგ ფორმაში ყოფნას. ეს არის ჩვენი ძალიან ცუდი მინუსი. იმ გაგებით რომ მე წონა არ მაწუხებს და არ უნდა ვივარჯიშო. ანუ ქართული მითქვა კარგ ფორმაში ყოფნა და გამხდარი ყოფნა აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ნუ კარგ ფორმაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ხარ ტონუში, კონტროლი მასა არის შეკრული, ფორმებიც გაქვს, რელიეფიც გამოყოფილია და სუსხვა შეხედულება გაქვს და სუსხვა ვიზუალი. ანუ იმიდან განსხვავებით ჩვენი ფიზიკური კონდიციიდან გამომდინარე. ხალი გამერბის შენი ბიცეპსების წერ. ხო და ანუ რაც შეეხება სწორ კვებას რაც არის, ანუ ეს არის ყოველ 3 საათში ან 4 საათში ერთხელ, რომ მიიღოთ დაბალანსებული საკვები ცილებით, ნახირწყლებით და ცხიმებით. აი მე ვიცი შენ გიყვარს თლა წონა სიმაღლე რაღაცებს ითვლი კალკულატორი ხარ მოსიარულე, მაგრამ გვანც მოიტანე. აიკო, მაგრამ ზოგადად აი შეგიძლია გითხრა რაღაცა ნორმალური ადამიანისთვის, რამდენი ცილა, რამდენი ნახშირწყალი, რამდენჯერ დღეში და მე ვარჯიშთან მიმართებაში ეს ყველაფერი. ვარჯიშთან მიმართებაში და დღეში უკვე რეჟიმის მიხედვით გამომდინარე არის. ანუ კუნთოვან მასაზე დაახლოებით 2 გრამი ცილა ჩვეულებრივ მოვარჯიშეს სჭირდება. ნუ არა პროფესიონალ სპორტსმენზე. პირდაპირ თქვა შეგიძლია აი რაღაცა ამდენი კილო რო ხარ ხაჟული აი დაუშვათ თუ ხარ 80 კილოგრამი, გადაამრავლებ შენ წონას 2 კილოგრამზე და ეს გამოარის შენი დღიური ნორმა ცილის რაოდენობის. ანუ 160, მაგრამ 160 გრამი ცილა დღის განმავლობაში, მაგრამ ერთ ჭამაზე ორგანიზმი ახანიცებს 30 გრამ ცილას დაახლოებით ყველაზე ბევრი. ანუ უნდა გავყოთ ეს 30-ზე და უკვე გამოდის დღიური ნორმა. 160 გავყოთ 160 გავყოთ 20 საათზე და გადავანაწილოთ 3 საათში ერთხელ. ანუ გამოდის დღეში საშუალოდ 6 ჭამა, 6 ჭამა. კალკულატორებით ივარჯიშო თან. ესე დაიჭირო მძიმე კალკულატორი. ჭამა რა უნდა ჭამა, იმიტომ რომ ანუ მარტივად რო ავიღოთ, ანუ 2 ლუკმა ჭამე გაიარე არის დაახლოებით. ანუ დილით ვიწყებთ 9 საათზე, ხო, და უშუალოდ 9-დან 10 საათზე.
რაიმე მსუბუქი მაგალითად თუ გერკულესის ფაფა შვია კი ბატონო რამდენი ყოფს 3 ყოფს დაახლოებით 50 გრამი თაკმარისი იქნება 50-დან 100 გრამამდე დილით ნახშირწყლებით ანუ პირისაკობის მიღება არ არის პრობლემა იმიტომ რომ დღის განმავლობაში ორგანიზმი კარგად ხარჯავს მე ამას და შესაბამისად შეიძლება კვერცხი დაუმატო და დილით სუბუქად კი ბატონო არაქიმპური თაფლით ან ყველით აი უკვე ძალიან ანუ დღიური ნორმა ცხიმის არის მაქსიმუმ 40-დან 60 გრამამდე ცხიმის ეს არის დაახლოებით 100 გრამი თხილი ყველაზე კაია თუ ბუნებრივ ცხიმებს მივიღებთ ანუ თხილი ნუში ხოლესტერინის გაწმინდავს ორგანიზმს ძალიან კარგია კი ბატონო ნიგოზი კი დილით შეიძლება მაგალითად გერკულესშივე დააბლენდერო თაფლი და ნიგოზი და მაწონი და ძალიან გემრიელია და თან ძალიან სასარგებლოა კოჭის მოქმედებისთვის და ამავდროულად ყველაფრისთვის ანუ სწორი კვების სინდრომი რაც არის ეს არის აი ყოველთვის სისტემატიური სახე უნდა მიცე და არა დაუშვათ დღეს დილით კარგად დაიწყო მე დაგავიწყდეს არ ჭამო ასე რომ უნდა ატარო კონტეინერები აი რომ არ მოვიქცე ესე და ვივარჯიშო იმ შედეგს ვერ მივახსენებ სხეულის ფორმების კუთხით რასაც ჯაზისკენას თქვენ მიყავართ ჯისკენ მიყავ რა ემართება მე რო არ ვჭამდა აი ეს ვერ მივხვდი ხო აი ვარჯიშობ მგონია რომ უშველი მაგ ანუ როგორ არის ცილოცა ორგანიზმი ვარჯიშობს საერთოდ ჭირდება აღდგენა ხო თავისთავად იმ კუნს ბოჭკო შედგეს და გამცირდეს და ისევ დაიწყო ახალი დღე მაგრამ ანუ აღდგენას როგორც ეს სტრესია ორგანიზმის შიმშილი ანუ შენ რო ვარჯიშობ და არ ჭამ ორგანიზმი არის სტრესში ანუ გახო ანუ ჭამ მაგრამ გააჩნია რა სჭამ მე ვიძახე ვინც ვარჯიშობს და არ ჭამს ან დიეტაზეა და თან ვარჯიშობს ანუ ვარჯიში და დიეტა მკაცრი არის კაცრი კი ბატონო საერთოდ ზოგადად დიეტა რა არის ხო დიეტა ანუ დიეტის დროს ორგანიზმი იკლებს, მაგრამ რას ვიკლებთ? კუნთს ვიკლებთ თუ ცხიმს ვიკლებთ? ეგ ხო საკითხავია, ხო? ანუ მე ხარია მაინც. ვარჯიშობ ის კუნთი მაკლდება და კი ბატონო, ანუ როცა არ ჭამ, ზოგადად როცა არ ჭამ, ვარჯიშო თავი განებ, როცა არ ჭამ და მშიერი ხარ ორგანიზმი არის სტრესში, სტრესის დროს ორგანიზმი გამოყავს ნივთიერებას კორტიზოლს, რომელიც ჭამს კუნთს. და მაინც აფორმაშია ჩვენი ქრისტინე რა გავაკეთოთ? ანუ ვარჯიში მაინც შეიძლება მიაწერო ბავშვობიდან ვარჯიში შეიძლება მიაწერო, ცეკვა შეიძლება მიაწერო რაღაცას. რაც შეიძლება, ანუ მიყვება, მაგრამ ну ეს მუდმივი არ არის და დამიდგება რაღაც დღე. აი უყურე 6 ჯერ ჭამაო და 2 საათი ვიცი რომ ვარჯიშამდე არ ჭამა 2 საათი მერე და ეს უკვე შენი 5 საათი მინიმუმ ხო? ვარჯიშის მერე აუცილებლად უნდა ჭამო. პირველ ნახევარ-საათის განმავლობაში არის ნახშირწყლის ფანჯარა ღია და უნდა აუცილებლად დაიხუროს რაიმე ნახშირწყლოვანი საკვები და პლუს ეს დაბალანსებული ცილოვანი და ნახშირწყლოვანი საკვები. ერთი კითხვა მაქვს ახლა. მაყურებელი გვიყურებს და ანდა მე ვთქვათ, რომელსაც აბსოლუტურად ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. თქვენი პროფესია გაქვთ, თქვენი ადგილი გაქვთ, სადაც შეგიძლიათ ივარჯიშოთ და საერთოდ იცხოვრობთ ამ წესით. ჩვენ არც ერთი, არ ვიცი, აი ქრისტინე ახერხებს კიდე და ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენ ძალიან ისეთი გრაფიკი გვაქვს, არეული, არასტაბილური. საერთოდ არა გვაქვს გრაფიკი. საერთოდ არა გვაქვს, ანუ ცხოვრობთ როდის რა ფანჯარა გვექნება რომ ვივარჯიშოთ და ცოტა ჰაერი მაინც ჩავყლაპოთ სუფთა. აი ესეთი ადამიანებისთვის რაღაცა არსებობს გამოსავალი, იმიტომ რომ აი ესე ვჭამე, ესე დავლი, ესე წავედი ვივარჯიშე, მე ამდენი სიმძიმეები ავწია, ეს არის გარკვეული ადამიანებისთვის, ვინც მიუძღვნა და ვისი მეტნაკლებად პროფესიაც არის. იქვე. ან როგორ არის, თუ დაუშვათ აი ეს რეჟიმი ხარ, მე ამჯერად ვინმე 1 საათი მაინც არ აქვს იმისთვის, რომ ოდნავ ფიზიკური აქტივობაში მოვიდეს და ეს არ არის აუცილებლად ყოველ დღე. ეს არის აუცილებლად ყოველ დღე გამოჩვენა. აი ეხლა აი ასე ვილაპარაკოთ 20 წუთი ამისთვის და ხوار სავიწყოთ რაღაც რაც შეეხება, ანუ ეს სისტემატიური კვება და ის რაც არის, მალე იქნება ესეთი დაწესებულება, სადაც შეძლებენ ადამიანები დაუშვათ გამოიწერონ. მე მთელი ცხოვრება მოცნებობდი, რომ არსებობდეს ისეთი დაწესებულება, რომელიც იზრუნებს ჩემს კვებაზე, ანუ მე არ ვიფიქრებ, რომელსაც რა უნდა ვჭამო და ვიღაცა ამ ყველაფერს გააკეთებს, გაამზადებს, მომიტანს, ან მივალ და წამოვიღებ და ამას ოთო ძალიან მალე მე იქნება ალბათ ჩვენი სტუმარი ამ თემით და ამ ხო აი ამ კომფორტს ჩვენს მოქალაქეებს შეუქმნის და მე ვფიქრობ ეხა ნელ-ნელა ვარჯიშზე არ გადავიდეთ? გადავიდეთ. ოთო როგორ გავხურდე ეხა თან არის დღეს არ ჭამეთ, აბა ვიღაც დღეს გავამზადეთ 4 სავარჯიშო კომპლექსი, ეს შეგიძლიათ სახელის პირობებში ძალიან მინიმალური ძალისხმევით რაღაცა სიმძიმეების დამიხედვით შეგიძლიათ აიღოთ და გააკეთოთ და ანუ ეს იქნება რაღაც სავარჯიშო პროგრამა, ერთი კვირის განმავლობაში მაგალითად 4 დღე ვარჯიშობთ, 1 დღე ისვენებთ და ამას ატრიალებთ და ძალიან კარგი შედეგი ექნება თუ გააკეთებთ თავიდან ბოლომდე. გავაკეთოთ? აბა
ანუ 4 დღე მიყოლებით ეს კომპლექსი და უშოთ ერთი დღე მე ამოვარ. ეს ამოვაგდეთ და ისე. ოთო, ეს რომ მოსწავლე რატოლი მარტო შენ გერგო როგორც მე. არა, ავდგები და მოდი. არა, ამიტომ გვერდით მოგიწევი, ნახე ეს. აგერი არის ეს ახლა მე აგურია, ოთო ახლა დაიწყებს ყველაფერს თან ჩამოგვიწერე რას ვაკეთებ. ანუ პირველ კომპლექსს გავაკეთეთ ესეთი. ავიღოთ 100 ლახტი. ლახტი 100? 100? უფ, შვენიერი. გვანცა. ძალიან მარტივია, 2 წუთის გასაკეთებელი. დავიწყო? 100 ლახტი. 15 ჩაჯდომი. 15 არ. ჩაჯდომი. იცი როგორ გავაკეთოთ? თუ გინდა დაიწყე და დაგეწევი ან პირიქით. შენ რო ჩაჯდომებზე გადახვალ, მე მომეცი ლახტი, მე შენ რო შემდეგზე გადახვალ, მე გავაკეთებ ჩაჯდომი. შენ თუ ეს გამოგდის, მე არ გამოგდის კარგად. უბრალოდ საჩვენებელი ისინი გავაკეთეთ, რომ რაოდენობით აქ ჩამოწეროთ. რა თქმა უნდა, ხა 100 ჯერ ნუ აღწევი გვანცა. გინდა გაგისწორო ეგ. მოიცა მე მგონი რაღაცა ცოტა ის. კარგი, ვიწყებ თან ხურდებით, ხო? თან ხურდებით, თავისთავად. ოჩა. ნებიას რა. არა. ოთომასწავლებელო. აი, როგორ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, რომლებმაც ეხლა ხანს რო გახდნენ დედები, რამდენ ხანში შეიძლება დაიწყოს ვარჯიში ესეთმა ადამიანმა, რომ დაიბრუნოს ფორმები? ვარჯიში შეიძლება უკვე რომ კარგად რო გახდები და უკვე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ექიმი მოგწევს იმის საშუალებას უკვე დაიწყო. დაახლოებით ერთ რამოდენიმე თვე ჭირდება 6 თვიდან დაახლოებით რომ ეს მენჯი თავის ადგილზე დაბრუნდეს, ეს ჩამოვიდეს ეს სხივი და შემდეგ და შემდეგ დატვირთვა ჩაულებრივად შეიძლება დროთა განმავლობაში ეტაპობრივად შეიძლება გავზარდოთ და მოუმატოთ ყველაფერს. მაგრამ მაინც ჯერნა აცოდო სხეულს ცოტა რაღაცნაირად დაისვენოს ალბათ, ხო? შენ თვითონ ხარ სხვა შენზე უკვე თერამი ვერ გეტყვის თუ როგორ გზრომ თავს და შენ და გამომდინარე თუ როგორ გზრომ თავს და როგორ შეგიძლია დატვირთვის აღება, იმის მიხედვით გადაანაწილებ ვარჯიშს და მიყვებით. ჩაჯდომები. ჩაჯდომი ბლინით. ჩვენი ამ 2 წუთი. შეიძლება ნახოთ 15 მაქსიმუმ. და ყველა კუნთი გამიხურდა, მარტო ფეხის არა, ხელით. საფტუნაოს ჩვენ ხმარობთ რაღაც, იმიტომ რომ კარგად გახურდეს ორგანიზმი და არის კარგი კარდიო ვარჯიში. მე მგონი შენთვის მოკლეა ეგ. მეც ესე მგონია რომ მოკლეა. კაი, ეგ იყოს. საფტუნავთ ეხა ვახტით გაახურდა გვანცა თან რაღაცა. ჩიქი. ეს არის მეორე ვარჯიში, ჩაჯიქრსნე. ხელით თან წავიღო მაგლა. არა, არ წაიღო, უბრალოდ ჩაჯიქი. უბრალოდ ჩაჭიქი. ხო, უგონ უკან წაიღე, ეს ამ თავარი მეთოდიკა რაც არის, აუცილებლად მუხლი არ უნდა გადავიდეს წერის წინ. ეს წერის წინ. და უნდა ჩახვიდე დაბლოკიდე. აი ესე და ამოდებ. ამოვედი. ხო. ამდენ ჩვენ გავაკეთო, თუ და მიხარი ახლა რა მოუვა ჩემს უკან. 15. ეს ჭაკოებისთვის კი ბატონო, ან ჩაჯდომი აუცილებელია. ჩაჯდომის თან კარგად იკლებს სხეული, მეტი კალორია იწვება. დოდიში მომითხოვია, ეს არ არის ძნელი? არც ისე. ძნელი არის, ერთ-ერთი უნდა აკონტროლო, რომ მუხლი არ გადავიდეს წერის წინ. ეს მგონი რომ სულ მიშრის ეს ცოტა უნდა გაიზნი. გადავიდეს, აბა მითხრა. აი, ოღონ გაიმართე. ოღონ წელში გაიმართე. გაიზნიქე წელში და ისე ჩაჯექი ტანით წინ არ ჩახუდე და მუხლი არ გადავიდეს წერის წინ. ვიცი, ვთილო. მოიცა რაშია საიძულო, ცოტა არ არის ათვილი. არ არის. სწორედ თუ გააკეთებ საშიში არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ხრებზე წონა არ გვატევს. აუთ უნდა გავმართო, ხო? უნდა კარგად ჩახუდე. თვითონ მე ხარ შვები რამე? კი, შვები. და კიდე ხელს თუ ავაყოლებ მაგლა? ეგ სხვა ვარჯიშია უკვე. ეს რამდენჯერ? 15 ჯერ, ანუ 100 გახდი, რომ გახურდე კარგად. ის თვითონ გავაკეთე. 15 პრესი. ნუ პრესი თავისთავად. დაწოლებულობაში. დავწვე? დაიღალე? არა. აჰა. როგორად? ოკეი. და ფეხებში მოიტანე შემოიც. ოდნავ გაშალე. და ხელები აცურე, ვარჯიში კარგი ხო? აცურე? ხო, და დაწეთე. ანუ პრესის თავი მეთოდიკა, რაც ძალიან ასწორად ვაკეთებ, თორსა ადამიანი გამართულად აკეთებს, იმიტომ რომ ხეხემაზე მოდის თლიანი დატვირთვა. აუცილებელია რომ პრესის გრძელი კუნთი რაც არის ეს მიახლოდეს ერთმანეთთან, ყველაზე მარტივი მეთოდი როგორც არის რომ გაიგოს სწორედ აკეთებ თუ არა, ერთი თითი შეგიძლია დაიდო აქ, მეორე თითი ცოტა ჭირვის დაბლა. კეთების დროს თუ ეს თითები ერთმანეთთან ახლოვდება, ესე იგი პრესი მუშაობს. თუ სწორედ ამოდიხარ, პრესი არ მუშაობს. ესე იგი და ეს არ უნდა აკეთო, შედეგი არ იქნება. ზოგადად მეგრებოდა ხოლმე კისერი ამ მოწებების დროს მაგის და გამომდინარე, იმიტომ რომ არასწორად აკეთე. ძალიან კაი პრესი მაგოთო. ანუ რა
ეს არის წრიული ვარჯიშები და რატო კარგი. ანუ მთავარი მიზეზი რაც არის ეს საკეთო 5 ჯერ. ანუ ეს რომ მორჩები ერთ სერიას უნდა დაიწყო თავიდან და 5 სერია გააკეთო. ანუ ყველაზე კარგად ორგანიზმი იკლებს წონაში, როცა პულსაცია 120-დან ზევით 140-დან 160-მდე 180-მდე ადის. ამის თავარი პრინციპი ის არის წრიული ვარჯიშები, ანუ crossfit-საც ეძახიან ჩოლო წრიული ვარჯიშებიც არის. ინტენსიური, დიახ. რო ისვენებ ორ სერიას რო გააკეთე პულსი აუცილებლად არ ჩამოდის 140-ის და იმიტომ რომ დაანდაღლილი ხარ და იმდენ დასვენებას აღდგენას აკეთებ რომ თავიდან დაიწყო ერთმანეთს ეს ვარჯიშები ისია დალაგებული რომ ერთს რო აკეთებ მეორეზე რო გადადიხარ ანუ ის კუნთი არ იკლება მეორეზე აკეთებ მესამე დღეს და ისევ დგები და თავიდან იწყება ამას არ არის შესვენება არც ამათ შორის არ არის შესვენება და თავადაც არის უნდა დაინიშნო დრო და აი ამ სერიას შორის მეორეს რო ვიწყებ არ ვისვენებ არც ერთი წამი ისვენებ ანუ იმიტომ რომ ფიზიკური შესაძლებლობა არ გაქვს რომ გააკეთო ხო ამოისუნთქე და ისევ თავიდან ერთი კითხვა მაქვს crossfit ახსენე ხა და მე ესე მაქვს წაკითხული რომ ეს ვარჯიში ანუ არის შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ვინაიდან ასე გამაჩერეთ ნებისმიერი ასაკისთვის ანუ 16 წლამდე და 15 წლამდე რეკომენდებული არა მე პირიქით მაღლა ასაკებს კი მაღლა ასაკებს იმიტომ რომ მე რამდენადაც წავიკითხე არის გათვალისწინებული ყველა მოძრაობა რომელსაც ბუნებაში გამაჯანსაღებელი ხო ვარჯიშები შეგვიძლია ჩავსვათ მაგალითად საერთოდ წონის გარეშე გავაკეთოთ რაღაც ვარჯიშები და იმიდან ავაწყოთ ზაუგამრე ვარიაცია შეიძლება გააკეთდეს და კომბინაცია ვარჯიშების და ჩვეულებრივ დაიტვირთები. უბრალოდ არ უნდა გამოვტოვოთ დღე და უნდა მივყვეთ სისტემატიურად რას თავი. კარგი, გადავიდეთ შემდეგ სეტზე. გადავიდეთ შემდეგ სეტზე. აბა ეს ახლა შემდეგ როგორც გითხრა ეს ხუთი მოვიწყე კიდე არ მოვიწყე. ანუ ეს არის ერთი დღის მაგალითად. ეს ერთი დღის. ეს ერთი დღეა ორ შაბათი. კი ბატონო. ორ შაბათი. ალბათ ისევ საფრთხე, იმიტომ რომ ძალიან კარგია. ორ შაბათი მიაწერე მაინც რომ არ დავიბე, მე სამ შაბათი. მე ჩავიწერო მე. მე როგორ მომნატრებია ეს ყველაფერი ეხლა? მე ლახტი არ გამომდის. მე ბლანდება. 1-2 დღე და გასწორება ჩვეულებრივად. ლახტი. კარგი, ისევ 100 ლახტი. ლახტი მოკეთ სულ საჭიროა. ნუ ორ ვარჯიში გამოვიყენოთ. აბა ბიჭო ლახტი. 100 ლახტი. 21 მაგალითად წინფეხით ჩაჯდომი. ეს 21 რა არის? ესია რაღაც ანუ ისეთი ვარიანტი. რო გადამრავდები ის ერთს კიდევ ხტები, ვითომ ერთი არაფერია, მაგრამ რო გააკეთე ფეხს და ეგრეთ ძდება თვლაში კარგი. კარგი. ეს ამით უნდა გავაკეთო ხელში წინ ფეხით ჩაჯდომი. კი ბატონო. და ნუ თავისთავად პრესი. უცი პრესი. პრესი თითქმის ყველა კომპლექსი. პრესი როგორ ანუ შეგიძლია გადაც სხვადასხვა სიტაფი ქვია, მაგალითად ბოლომდე რო ჯდები, შეგიძლია ხელებსაც რო გააკეთე გვერდები, ანუ უამრავია რა. მე მინდა ხა რომ წინ ფეხით ჩაჯდომი გავაკეთო ოთო. მინდა რომ გავაკეთო. შეიძლება რო ვითხოვო ეს მოგდან. გინდა ეს აიღე, ეს უფრო მსუბუქი. მინდა ხო ეს? აი ამ წინფეხით ჩაჯდომის თავარი პრინციპი რაც არის. ტორსი გამართულია ჩვეულებრივად. ფეხი ძალიან წინ არ მიდის, ანუ და როცა ჯდები, აუცილებლად უნდა იყოს 390, რო ჩადიხარ, ანუ პირველი, მეორე, მესამე თუ სწორად აკეთებ, ეყრდნობი მარჯვენა ფეხს, რომელშიც ჩადიხარ, მაგალითად, ეყრდნობი აუცილებლად ქუსლს და ამოდიხარ არა წინ, არამედ ზევით, ჩვეულებრივად. კი ბატონო, 1 გაკეთე? მუხლი არ უნდა გადავიდეს, კი ხო, სწორია. ოღონდ უკანა დიხარ, თიკა. უკანა ხსპევთავ ხო აშკარად კი, იმიტომ რომ მეც ვიგზენი. რაღაც ამ შორედის დაცვა არ ყოფილა ადვილ, აი იმ რაღაცა ზღვარის რაზეც ამბობ. ძალიან პატარა დეტალებია, რომელსაც თუ არ ითვალისწინებ. აი პირველის დროსაც ძალიან დიდი დატვირთვა. ხო და აი ვერ მივხვდი ხარ. ანუ ეს ვარი შეკეთება, ანუ 1 ჩვეულებრივად ამოდიხარ, უკან გადმოდიხარ, მე მეორე ფეხზე გადმოდიხარ, ჯდები მეორე ფეხით. და ითვლი ერთი ანუ ყოველ ჯერზე ვცვლი ფეხს. ხო, 1, 2, 3. არ არის ცუდი. ამას მოკეთებ 20. ანუ 21. ამ დროს მუხლები უნდა დამეძაბოს? მუხლი არა, უფრო უკანა მხარე, გულწრფელი. უკანა კუნთი და სასჯდომი ვარჯიშდება ძალიან კარგად. მაგრამ მე უკვე მეყო. არა. მუხლები მტკივა, ეთყავს დრატოს. მე მტკივა მუხლი დაგაკეთებინებ, დადიხი. წინ ორი ფეხი. უკან კიდე გაწიეს. ანუ ლახტი ვიყიდო და ვიხტოლო. ჩადიქოსდა. ახე, ცოტა. ჩოლორ ჩადე. უკან გადმოდი. და ამას დაეცდენ. ვერ ვაყბე, მე ზოგადად ყველა ვარჯიშის დროს, ფილამორებზე სრიალის დროს, ყველა დატვირთვის დროს მუხლი მე მტკივა. ეს კი სუსტი გაქვს. რეაბილიტაცია გჭირდება დრო. ეხლა შე რა მტკივა აბა ქრისტინა? მუხლი არ მტკივა მართლა? რაღაცას ხო გრძნობს ათმე. მე ჭიმებ მთელი ფეხი და
მეც მინდა და ვერ შვები. კივილით, ცოტა ეს მიჭერს, თორედ კივილით ამდგე. სიმძიმე რა აუცილებელია ხელში დაჭერო. მეტი დატვირთვა სიმძიმით, ხო? კი. კარგი, ეხა პრესი მეორე სეტში როგორ და პრესი მეორე სეტში გავაკეთოთ სიტაფი, ზექი, შენ გაკეთე. იგივე პრესია თუ სხვა? არა, ფეხები მას ხო, ესე? და ბოლომდე ადექს. აი, კაინან თანხნელ. ეს. ხო. ოღონდ მეთოდიკას არ კარგავთ, აუცილებლად მოდიხარ ჯერ ხრით და მერე მოდიხარ დაჭიმულ პრესზე ზემოთ. ანუ ეს ხელი მე ვიცოდი რომ ზემოთ უნდა გამემართო. მაგას არა, შეგიძლია როგორც მე ესე გააკეთო, არა, გადამწყვეტი შენობები. ეს რამდენი უნდა იყოს? ეს არ უნდა ივარჯიშო. 20. ღამე გათენებულზე და ღამე გათენებულზე არ უნდა იყოს. კარგი. ეს კიდე ერთი მაგალითად. გუშინ რო დავადების დღე ქონდა და ეს დილას არ. ეს დილას 20-თან შეხვედრა სიკვდილი. და აი ოთო, ვაკეთებ გულმოდგინეთ ამ ყველაფერს და აი რა ხდება ჩემს სხეულზე. მაგრამ რამდენ ხანში? სასწაულის ხეული? აი მითხარი. мотиваცია ჩემი რა იყოს? ანუ აი ხა თავარი პრინციპი რა არის? ხა დავწერთ 4 დღეზე, ხო? პირველ დღეს მივაწერ და უშუალოდ რა დროში გავაკეთე მე ჩავეტი ამ კომპლექსს. მაგათად 25 წუთი. მეორე დღეს მეორე კომპლექსს მივაწერ დროს მესამე დღეს დავისვენე 4 დღე. ვიწყებ ისევ თავიდან. აუცილებლად მე-4 დღის დაწყება უნდა იყოს უკეთესი, ანუ როცა ვიმეორებ ერთ კომპლექსს, დრო აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს. შევამცი. კი ბატონო, ეგ მაგას თქვენ თვითონ იმასად პირველ შეიძლება 25 წუთში შეედას, მეორე 23 წუთში. ესაა ძალიან კაი, როცა მუდმივ პროგრესს განიცდი. და შეიძლება 10 წუთამდე ჩამოვიდე? შეიძლება, გააჩნია კომპლექსს. არ არის გამორიცხული და რაც შეეხება ფორმაში მოსვლას თუ სისტემატიურ სახეს მიცემ კუნთი 10-12 ვარჯიშის მერეწყვეს ფორმირებას კვებასთან ერთად რა თქმა უნდა 10-12 ხო და უკვე იმასთან 3 თვე თუ გააკეთებ ხა ეს როგორც მიჩოვასაც იწევს ანუ მიჩოვას ეჩვევა კუნთი ზოგადად ვარჯიშს მე შეიძლება უამრავი ვარიაცია შეიძლება მომართო და გავაკეთოთ ახალი ვარიაციები არ არის პრობლემა და ანუ შეცვლი და დაახლოებით 3 თვე ჭირდება მინიმალურ ფორმირებას შენი კონდიციიდან და გამომდინარე, არ ვიძახი ვინმეს რო შეედარო და მე რო ხა დავიწყო საფხულში საცურე კოსტუმში ვიქნები შეუდარებელი, ჩვეულები. შეუდარებელი. რა მაგარი იქნება. 6 თვეში საგრძნობლად კარგი შედეგია, ანუ before და after უკვე კარგად გამოიკეთება. ოღონდ ჭამა არის ყველა შემთხვევაში 70% მინიმუმ არის კვება. კარგი, 20 ჩაჯდომი 4 ხებათისთვის. 20 ჩაჯდომი 20 ავიღოთ ისევ პრესი. და 20 ავიღოთ jump squat ქვია, ანუ ჩაჯდომი ახტომით. ჩაჯდომი ახტომით. მეტკინა რო ჩაჯდომს ეხა როგორ გავაკეთე? მოხდით ახტომის. არა, ეს ჩაჯდომები გავაკეთე, მე ვთქვი ესენი ძალიან ამუშავ და სამჯერ ჩავჭერ. არ გადამრე ესე იგრძენი უცე? არ ველოდი. შიდა ლანჯები ხო, შიდა კუნთები ფეხის. არა, ეს ზედები უცე, გადავირიე. კაი, ანუ ჩაჯდომი გავაკეთეთ თავისუფალი წონი, ანუ საათელი წონის გარშე, უბრალოდ ფეხები გაშავე. და დამართული ტორსი ჩადი. ხო, შეგვიძლია ხელი დაიხმარო მაგალითად. ანუ ქრისტინე, შენ ამ ვარჯიშებს აკეთებ რა ხანია? ხო, აკეთებ, მაგრამ ოთო დამცვინის ხოლმე მე რო ვაკეთებ. ნუ იმიტომ ყვებით არ ეხმარები, მაგრამ ნუ შედეგს იძლევა მენდეთ. მაგრამ ქრისტინე ხშირად ასე თქვათ, მოკლე ქვედაბოლოებით შეიძლება თქვენს ხედავთ როგორ ფორმაში აქვს ფეხები, ხო? აქედან გამომდინარე, ფაქტის მოიცა გამოზაფხულდეს, ახლა ოთოს კვებაში ავყოთ. კაი, პრესი ვიცით, პრესი ჩვეულებრივად შეგიძლია ისე გაიმეოროთ, ამ პრესი ფეხებით ამოწევს პრესი არ საჭიროებს რაღაც განსაკუთრებულ. ხო, განსაკუთრებულ. ხო, ზედაპრესი, ქვედაპრესი რაღაცას რო პრესი არის მუცლის გრძელი კუნთი არის ყოფილი, უბრალოდ პრესებით არის ერთმანეთს გამოყოფილი და აწყობილია მთლიანად. ანუ პრესი არის მუცლის გრძელი კუნთი, ზემოდან აკეთებ, ქვემოდან მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია კვებას თუ იცავ, ქვემოდანაც ჩრება, ანუ ბოლოს ცხიმი აქ რო რჩება, ანუ ეს უკვე ბოლო ეტაპია იმის რომ გამოვიდეს ბოლომდე დაახლოებით 7%-ზე უკვე ჩანს ბოლო 2 კუბიკიც. კაი, jump squat-იც გვაჩვენია. Jump squat-ი აკეთოთ ეს, ანუ პრესო გააკეთებ თალისვენეს ფეხები და ისევ დგები და აგრძელებ jump squats. ჩადიხარ. და პროსტა უბრალოდ ხტები. და ისევ ჩადიხარ. აუ, ფრისტორა ლამაზად აკეთებ. არავინ არ უნდა გააკეთოს ჩემ ფერ. მე მუხლები ისე მეტკინა რო ვეყარ. მე გაგიწევ კომპანიონობას ვითო? არ გიცინ არამე არ. არა, ერთ სამცას ვიზა. ძალიან უდავაკვირდებით. აი, ცოტა ჩემთვის მივგები ვიფოჩიალებ რა. და ქრისტინას უკან მიდი. აჰა.
კიდე გაქოთო ერთი სეტი. და ერთი გვაგრატა. რა სეტი კაცო? იყურები კარგად. რანიერია. თინა ჩემს უკან დაიმალეთ. Keep going. აიღო ხუჩაბათი მაგალითად. ხო, ხუჩაბათი. ანუ ბოლოსთვის დავიტოვეთ ცოტა ისეთი, ანუ შედარებით ყველაზე დიდ ძალისხმევას რომელიც მოითხოვს და არის ყველაზე კარგი წელსქვევით ფორმირებისთვის და გასახდომად. ხო. არის ჩაჯდომი და აუღეთ, ანუ ესეთი გადანაწილება შეიძლება გაკეთდეს. ლახტს თავისთავად ხმარობთ ამ კომპლექსში 100 ლახტი. მე ვაკეთებ 50 ჩაჯდომს. მოკეთ ეს ლახტი კვებასავით აუცილებელია ყოველთვის. ანუ სახლის პირობებში ანუ ბილიკი როცა არ გაქვს და გარეთ ვერ დარბიხარ, რაღაცით უნდა გახურდე და რაღაცით უნდა დაიწყოს პროცესი, სიხმა მოძრაობა. 50 ჩაჯდომია. ეს ხუჩაბათი ესეთი მძიმე დღე მე ვისვენეთ პარასკევში. პარასკევში ვისვენეთ პარასკევში. არა, შაბათი კი რაღაც. ანუ 50 ყველა მისვლაზე აკლებ 1000, 40, 30, 20. ესე იგი პირველად აკეთებ 50, მე 40, მე 30, 30. ხო, 100 ჩაჯდომი, 100 ლახტი, 50 ჩაჯდომი. მე 100 ლახტი ისევ, 40 ჩაჯდომი, მე ისევ 100 ლახტი, 30. ხუჩაბათი მძიმეთია. ხუჩაბათი მძიმეთია. ხუჩაბათი. აიკო. მძიმედა გამოდის ესეც 5 თვლიანად. ანუ მე ეთერის მე დაიჭირებ, აიკო. ესე მოგრძელია? ცოტა თვითონ მეგონი უგემური. აბა მიდი ბაია, მიდი. ხება და ჩვენ ბოლოს მეწეპები კიდე. ოჩა. ვაი, იცი მეშინ ესენი არ მომცვიუდეს ანუ აქედან. მე უკვე ზედმეტწონა უნდა დაკლებული მქონეს ამარჯიშებს რომ შევეხო თუ შეიძლება არა, ეს იმიტომ რომ დაიკრო, ჩაულებოთ შეგიძლია. კი. კონტი ფორმაში მოვიდეს. ანუ არ არის აუცილებელი გამხდარი იყო. ანუ ეგ კიდე ძალიან ცუდი მიდგომა ამას ვიტყვი რომ ანუ ხშირად იძახიან ხოლმე მეგობრებს აი მოდი მე ჯერ გავხდები და მე დავიწყებ ვარჯიშს. რომ ცხიმი კუნთში არ გადამოიდეს. ცხიმი კუნთში არასდროს არ გადადის. ცხიმი არის ჩვეულებრივი ენერგიის დეპო, რომელსაც ორგანიზმი გამოიყენებს ვარჯიშს ზოგადად წვავს ხო ანუ რაღაცა პლასმასი ხეთ ვერ გადაიქცევა შესაბამისად ანუ ეგეთი ვარიანტია. ანუ ნებისმიერ წონაზე თუ გვინდა დაკლება თან დიეტობ და თან ვარჯიშობ. კი, თან ვარჯიშობ დატვირთით. 200 კილო ადამიანიც. არ არის პრობლემა. ვარჯიშობს იმ დატვირთით რაც შეუძლია. უკვე ვიღაცის დაქვემდებარების ქვეშ. ხო მივედით ხუჩაბაზე, დრო საერთოდ აღარ გვაქვს და დრო გაქვთ თქვენ იმისთვის რომ აითვისოთ ეს მეთოდიკა, ივარჯიშოთ და რაც თავარია ჩვენ შევეცადეთ რომ სახლისთვის ხელმისაწვდომი პირობები შემოგვეთავაზებინა, ასე ვთქვათ, ვისაც არ გაქვთ დრო რომ მიბრძანდეთ სავარჯიშო დარბაზში და არ გაქვთ ფუფუნება იმის რომ იცნობდეთ ასეთ ადამიანს როგორცაც ვიცნობთ ჩვენ. ოჩა შენ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მოხვედი და გაგვიზიარე სახური მეთოდი საინჟინოებანი. ჩვენი ქალური დღე კი გრძელდება და რეკლამის შემდეგ ყველას გიხმობთ ტელეეკრანთან, ვისაც გიყვართ კარგი კოსმეტიკა. ო